Today's საუბარს ვიწყებთ ისტორიკოს გუბა სანიკიძესთან, ერთი საინტერესო სიახლეც გვაქვს, რომელიც უკავშირდება ჩვენს მიერ ადრე დაპირებულ ისტორიაზე საუბრების ციკლს, რომელსაც უკვე მომავალი კვირიდან გუბა სანიკიძესთან ერთად ვიწყებთ. ამის თაობაზე უფრო მეტ დეტალს ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ. მანამდე კი შევაფასოთ სიტუაცია არა მარტო ამ სიუჟეტის შინაარსის იქ წარმოდგენილი ქვეგმირების საქციელის გამონათქვამების მეშვეობით, არამედ კიდევ უფრო დიდ კონტექსტში მსოფლიოში მნიშვნელოვანი ძვრებია, რომლებიც იმდენად სერიოზულ გავლენას მოახდენენ მათ შორის საქართველოს მსგავს ქვეყნებზე, რომ შეიძლება ეს ყველაფერი უბრალოდ ვთქვათ გასაღიმებელ ისტორიად, ასე ვთქვათ, გაგვახსენდეს, რომ არა ის სისასტიკეები და ის დანაშაულები, რომელიც მათ უკვე ჩადენილი აქვთ. სანამ დავიწყებთ ამაზე საუბარს, ჩვენ წამოგვეწია პრეზიდენტ ტრამპის მორიგი განცხადება უკრაინასთან მიმართებაში, რუსეთის პუტინის განცხადებასთან მიმართებაში. მოდით გაგაცნობთ ამას, ნიშანდობლივია, როგორც ტონი, ასევე მისი შინაარსი. ტრამპი თავის სოციალურ გვერდზე წერს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს არ სურს უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადება. არამედ ამის ნაცვლად ხუთშაბათს შეხვედრა უნდა თურქეთში, რათა მოლაპარაკება გამართოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულებაზე. უკრაინა ამაზე მყისიერად უნდა დათანხმდეს. სულ მცირე იმის განსაზღვრას შეძლებენ, შესაძლებელია თუ არა შეთანხმება და თუ არ არის, მაშინ ევროპელ ლიდერებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეცოდინებათ, რა ეტაპზეა ყოველივე და შესაბამისად გაგრძელდება მოქმედება. დაეჭვებას ვიწყებ იმაში, რომ უკრაინა შეთანხმებას მიაღწევს პუტინთან, რომელიც ზედმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნით, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე გამარჯვება ვერ მოხდებოდა, ახლოსაც კი არ იქნებოდა. ახლავე გამართეთ შეხვედრა, წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. რის მანიშნებელია ეს ტონი და ეს შინაარსი? საღამომშვიდობის მშვენიერი პოსტი არის პრეზიდენტ ტრამპის, მოსალოდნელიც იყო, აქამდეც მივიდოდა, იმიტომ რომ თქვენ გადაცემაში მაქვს ნათქვამი, რომ გეოპოლიტიკა არ არის სურვილები, გეოპოლიტიკა არის იძულებები. ჩვენ ძალიან საინტერესო პროცესს ვესწრებით საჩვენოთ ნამდვილად გუშინ კიევში მართლაც რომ ძალიან სერიოზული შეხვედრა იყო, ვიზუალიც ძალიან საინტერესო იყო. პრინციპში ეს არის მომავალი ევროპა. ხასოსვა ევროპას, ევროკავშირის სხვა რამე, იმიტომ რომ ბრიტანეთი და უკრაინა ევროკავშირის წევრები არ არიან, მაგრამ ევროპის საყრდენები ნამდვილად არიან. აი ამ ხუთ სახელმწიფოზე აშენდება ევროპული უსაფრთხოება და ევროპული სუბიექტივიზმიც, ასევე ევროპა სუბიექტი ხდება, ხო? ეს არის დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, პოლონეთი და უკრაინა. ყველაზე მძლავრი ევროპული სახელმწიფოები, ხო? ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. პრინციპში მოხდა გაერთიანება ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპელებისა და უკრაინელების პოზიციების და ეს უკვე უნისონში არის მოსული. თავიდან გვახსოვს, ხო, როგორი სახე ჰქონდა, რომ მარტო ამერიკელები, ევროპელები გვერდზე იყვნენ, უკრაინის თემატიკა ცოტა ისე იყო, მაგრამ საბოლოო სახეს ღებულობს უკვე დასავლეთი, კონკრეტულად დასავლეთი, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან და დამთავრებული უკრაინით, უკვე საერთო პოზიციას იკავებს ამ ომთან დაკავშირებით და რუსეთთანაც დაკავშირებით. ასევე ძალიან საინტერესოა ჩინეთის პოზიციაც. ჩინელებმა ჩვენ ვიცით, რომ სი ძინპინმა მოსკოვში შეხვედრის დროს პუტინს პირდაპირ მოთხოვა, კი არ თხოვა, იმიტომ მოთხოვნასა და თხოვნას შორის დიდი სხვაობაა ძალიან, ხო? მოთხოვა ომის სასწრაფო დასრულება. ამიტომ ხმები ამის შესახებ გამოვიდა. კი, საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ჩინეთის დაახლოებით ამაზე მეტყველება. ამიტომ თავისუფალი ბჭყალებში, თავისუფალი მოძრაობისა და თქვათ სიმულაციების არე უკვე პუტინს ნაკლებად დარჩა, მას კონკრეტულად დაუთქვეს ვადები, არის ჩამოკიდებული ორი თარიღი, ერთი არის ორშაბათი, მეორე არის ხუთშაბათი. ამიტომ მოუწევთ რუსებს, თუ არ მოუწევთ და მაშინ მიიღებენ იმას, რისაც ყველაზე უფრო მეტად ეშინოდა პუტინს რა. საერთაშორისო საყოველთაო შეთანხმება რუსეთი არის აგრესორი. აქამდე ვიღაცები ეჭვის ქვეშ აყენებდნენ, ვიღაცები თავს იკავებდნენ და ასე შემდეგ.
არ უშველა გამარჯვების აღლუმმა. სხვათაშორის საინტერესოა, რომ ეს აღლუმი იყო ახალი ფაშისტების მიერ ძველ ფაშისტებზე გამარჯვების 80 წლის თავი. ახალი ფაშისტები არის დღევანდელი რუსეთი, სხვათაშორის ჩერჩილი ახლა პოლიტიკური წინასწარმეტყველი იყო, მას აქვს ნათქვამი, რომ მომავალში ფაშისტები ანტიფაშისტების სახით მოვლენო რა. ხო იჩემებს რუსეთი რომ ფაშიზმს ებრძვის, ხო? რას ვღებულობთ ჩვენ ახლა, რომ თუ შეთანხმება შედგა და ალბათ შედგება, იძულება უკვე წონას იძენს, ჩვენ მივიღებთ რას და რუსეთი რას მიიღებს? გაფართოებულ ნატოს, სადაც ფინეთი და შვედეთი დაემატა, ჩაკეტილ ბალტიის ზღვას, პეტრე პირველი რამდენი წელი ომობდა შვედეთთან, რომ ის სარკმელი გაეჭრა და პეტერბურგის აშენებაში 9 მილიონი რუსი გლეხი ჩაწყვიტა იქა. რუსი გლეხების ძვლებზე აშენებული ჩრდილოეთის პალმირა, როგორც ასე ეძახიან, ხო? ასეთია რუსეთის ისტორია, ხო? მისი სიდიადე სისხლზე და ძვლებზე დგას სულ. ხო? მივიღეთ უკრაინის გაძლიერება. ომამდე უკრაინის არმია საკმაოდ სუსტი იყო, რეიტინგებში 22 ადგილზე იყო, დღეს მილიონიანი არმია ყავს. საუკეთესო იარაღით აღჭურვილი. თითქმის ყველა ნოვაცია გავლილი აქვს. თვითონაც წარმოებელია ამის. მივიღეთ ყველაზე მთავარი რაც არის, შეკრული უკრაინელი ერი, რაც აქამდე არ იყო. მივიღეთ გაღვიძებული და გამოფხიზლებული ევროპა, დიდება უფალს, როგორც იქნა. და გაბრაზებული ევროპა, რომელსაც უკვე ეს გაბრაზება განრისხებაში და გამძვინვარებაში გადადის, ხო? მივიღეთ ძლიერი კოალიცია უკრაინის მხარდამჭერი და მივიღეთ ის, რომ უკვე თეორიული საუბრები, რომ მოდი რუსეთი არ გავაბრაზოთ, გაიარა ამან. ატომური და ბირთვული შანტაჟი შიშებმა გაიარა, უკვე აღარ არის უკვე. უკვე სასაცილოთაც ღებულობენ ამას, ხო? რა მივიღეთ? დასუსტებული რუსეთი, უავტორიტეტო რუსეთი და რაც მთავარია რუსული არმიის ლეგენდის დამსხრევა და განადგურება. თუ მეორე არმია ხარ მსოფლიოში და თუ უძლეველი ხარ, ერთ სახელმწიფოს, რომელიც მოცულობითაც, შესაძლებლობითაც რამოდენიმეჯერ ჩამორჩებოდა რუსეთს, იმას ვერ მოერია. ანუ საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, მივიღეთ უდიდესი სისხლი, უდიდესი უბედურება, მაგრამ ამ ომიდან უკრაინა გამოდის გამარჯვებული, იმიტომ რომ შეინარჩუნა თავის თავი, არავითარი დენაციფიკაცია არ მოხდა, არავითარი დემილიტარიზაცია არ მოხდა, არავითარი უკრაინის განეიტრალება არ მოხდა, უკრაინაზე გავლენების გაზდა არ მოხდა, არავითარი უკრაინელი ხალხის შუაში გაპობა არ მოხდა, პირიქით კონსოლიდაცია მოხდა. და რა მივიღეთ? სანქციების ქვეშ მყოფი, შეურაცხყოფილი, თავსლაბ დასხმული რუსული სახელმწიფო. აი ეს არის საბოლოო ჯამში. ვერც ერთი დიდი ქალაქი ვერ აიღეს 22 წლის მერე ახლა არ იგულისხმება ლუგანსკი და დონეცკი, რომელიც მანამდე ჰქონდათ. მათ აღებული სეპარაცია მოხდა იქა, ხო? ამიტომ ძალიან საინტერესო პროცესში მოვხვდით ჩვენ უკვე. აი ჩვენ როცა ვამბობთ, ახლა უკვე მოდით პირდაპირ ვიგულისხმოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, საქართველო, მათ შორის თავისი შიდა პოლიტიკური გაურკვეველი მდგომარეობით, ხო? შეგრძნება არის მაინც ისეთი, რომ გარკვეულ ვაკუუმში ცხოვრობს, ეხლა პოლიტიკურ ვაკუუმში ცხოვრობს ქვეყანა, რაღაცების მოლოდინში არის ყველა მხარე, ხო? ჭორვილაში ცხოვრობთ ახლა. თუმცა ამ ვაკუუმს ავსებს სიცოცხლით ხალხი, ამის მაგალითი იყო დღევანდელი მარშიც, წვიმაში ასეთი ენთუზიაზმით, ენერგეტიკით სავსე მსვლელობა ადამიანებისა შეუძლებელია რომ გულგრილს სტოვებდეს მათ, რომლებიც ამას შეიძლება ჯერჯერობით ხოლმე ტელევიზორებიდან ადევნებენ თვალს. მათ შორის ქართული ოცნების ელიტასაც, რომელიც შინაგანად, მორალურად, პოლიტიკურად სრულიად გამოფიტულია, აბსოლუტურად გამოფიტურია და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ მორალურადაც დეგრადირებული არის. მზად არის ნებისმიერ თეთრზე იძახოს შავი. ამის მაგალითები თუნდაც თიკო ერაძის აი ამ წინა სიუჟეტში იყო, ხო? და ამავე დროს ჩამოკიდებული აი ამ მითებზე, რომლისაც 1 მილიარდი რომ უნდა გადარჩეს თურმე და დანარჩენი რომ უნდა ამოიხოცოს და ამერიკა და ევროპა ახლა რომ მოქროს და ასე ბოდვები. ხო, თუმცა ამ ბოდვამ რაღაც დონეზე რაღაც პერიოდი იმუშავა. აი ამ მოცემულობაში ვართ. ის სურათი, რომელიც ახლა შენ აღწერე,
რა გავლენას მოახდენს იმანზე, რაც საქართველოში მოხდება მოკლე, ესე ვთქვათ, და გრძელვადიან პერსპექტივაშიც. სოფლიოში ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ ამაზე, რომ სოფლიოში წავიდა რეგიონალური უსაფრთხოებების სისტემების ჩამოყალიბებას. ან გლობალური უსაფრთხოება ჯერჯერობით არ არის. ძველი, თქვათ, პოცდამისეული გლობალური უსაფრთხოება აღარ არის, ეს ფაქტია. ახალი როგორი იქნება, არავინ არ იცის. ამას შეიძლება წლები დაჭირდეს, არ ამგონია 10 წლეულები, მაგრამ ხნოვანება ჭირდება. ყველამ დაიწყო მოზოგვა და მოზომვა თავისი სივრცეების, გავლენების სივრცეების. საქართველოს ასე ვერ იქნება ჰაერში გამოკიდებული. რომელიმე სივრცის ნაწილი უნდა გახდეს. და ეს ახლა სადავო არ არის, ხო, ისტორიულად ეს არჩეული აქვს ჩვენს წინაპრებს 3000 წელი არის, ხო, ეს არის დასავლეთი ევროპა. ვერჯერ გვისაუბრეთ ჩვენგან აღმოსავლეთით 80 კილომეტრში აბსოლუტურად უცხო სამყარო იწყება ჩვენთვის. სადაც ღვინოს არ წურავენ, სადაც ღვინის კულტურა არ აქვს, სადაც ქრისტიანული ფასეულობები, სხვანაირი ფასეულობებით არის. ყველა ცივილიზაციას მე პატივს ვცემ, მაგრამ ჩვენთვის უცხოა ეს ცივილიზაცია. რაც ქალის უფლებები მკვეთრად შეზღუდულია. აბსოლუტურად. სხვადასხვანაირი, საერთოდ კაცობრიობა მრავალფეროვანია და მე ისევ ვიმეორე ჰანტინგტონის მიმდევარი ვარ, რომ მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნებას შორის ხანდახან კონფლიქტები და საბოლოო ჯამში თანამშრომლობა და თანაცხოვრება არის კაცობრიობის განვითარების თავარი თვისება, ხო? არ შეიძლება ერთი მასწავლებელი ყავდეს, ერთი დირექტორი, ეს ბიძინა ეძებს სოფლიოს დირექტორს, რომ ფული გადაუხადოს და თავი დაანებონ რა. ასეთ პრიმიტივები ასე აზროვნებენ. იძახიან, რომ 1 მილიარდი უნდა გადარჩეს, დანარჩენი უნდა ამოწყდესო. ეს 1 მილიარდი ვინ არის? ჩინელებს შედიან ამ 1 მილიარდში, 1 მილიარდ ნახევარი არის. თქვენ უბედურებს სადა ხალხო გაგასულელად რა ამემან დაარე ხარისხის რუსულმა პროპაგანდამ. გაგასულელად, რომ თურმე 1 მილიარდი კაცის გადარჩენას აპირებს ვიღაცა ჯგუფი, რაღაცა deep state და დანარჩენი 8 მილიარდის ამოწყვეტას აპირებს. სახლს როგორ აგნებთ საერთოდ? ხალხსტუხები რო გაქვთ, ყველა ერთნაირად რო ხართ მოჭრილი, ისა ღვინის ქარხნის ბოთლები რო გამოდის, ყველა ერთნაირი რო ვერ გაარჩევ. ქოცობა. რაგვარია დგებუაძე? გამოდგებუაძებულები ხართ უკვე მთელი ქოცები. ვეფხისტყაოსნის ქვეყანას იცავთ? გითხრათ ხო ნაირა გელაშვილმა, რომელიც თქვენი ერთ-ერთი თავი იდეოლოგი იყო, კარგახანი. ცოტა ხნის წინ. გითხრათ ხო? რაც ახართ. ქალის გარტყმულზე თურმე ის ქალი ჯვარზე უნდა გააკრა და ეს არის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა, ეს არის ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, ესაა ქრისტიანული მორალის ქვეყანა. გასათხოვარი მამაკაცები რო ხართ და რო გეშინიათ. ესე იგი, აღარც სამშობლოს დაცვა, აღარც ერის სიყვარული, აღარც ღმერთის ერთგულება, აღარც ოჯახის გადარჩენა. თავარი არის რომ არ გაათხოვონ. ქოცების თავარი, სამოძრავებელი ინსტინქტი არის რომ იქნებ კაცები არ გაგათხოვონ რა. რა დღეში ხართ ხალხო? გაგასულელად იმბიძინა. გითხრათ რომ მამაკაცი თურმე იმას რძეს იწველის. და ამას მისდევ ხართ, განქართველება ხდება, გითხრა რომ წადითო ქვეყნიდან როგორც დაიცალეთო რა. შაჰაბაზ არ გაუსახლებია ამდენი ქართველი, რაც ბიძინას მმართველობის პერიოდში გავიდა ქვეყნიდან. მილიონი ქართველია გასული. ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. და რაზე დგახარ, რომელ ქრისტიანობაზე საუბრობთ? ქუჩაში როგორ ცემთ ხალხს, რომელ კაცობაზე, რომელ მამაკაცობაზე? რითი ამართლებთ ამას? რომ რას იცავთ? იცავთ საკუთარ სალაფავს. რო თქლებთ ამ ქვეყანას და ძვლებამდე გააშიშვლეთ ეს ქვეყანა. უმძიმესი განაჩენი გელოდებათ და განაჩენი მარტო იურდიული კი არა. ისტორია შეგაფასებთ, გაგამათრახებთ ისტორია. ისტორია არ არის მასწავლებელი, ისტორია არის ჯალათი. საერთოდ ვინმეს თუ აინტერესებს. უმძიმესი შეფასებები იქნება. თქვენი ვისე ვიმეორებ. თქვენი შვილები და შვილიშვილები დამალავენ, რომ თქვენი შთაომავლები არიან. ასე იქნება თან უახლოეს პერიოდში. თქვენ ვერ შეაჩერებთ იმ დიდ პროცესს, რაც ხდება. ის დასავლეთი, ის აგრესიული ევროპა ყველაზე მობილური და ყველაზე
გავლენიანი არის ევროპა, ამითი ევროპული ცივილიზაცია, დასავლური ცივილიზაცია თავის დროზე. რუსეთმა გააღვიძა ევროპაში აგრესია, რაც უკვე აღარ ქონდათ ფაქტიურად და შეგუებულები იყვნენ, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე კონტინენტზე ომი არ იქნება. ეს რა თქმა უნდა შეცდომა იყო, მაგრამ ახლა ამის გამოსწორება მედის. გამორიცხულია შავი ზღვის აუზი ვინმეს დაუთმოს დასავლეთმა და არ ჩვენ არ უნდა დაუთმოთ. იმიტომ რომ ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ. დაწყებული კრეტა მიკენის კულტურიდან ყველაზე ძველი ევროპული პლასტი რაც არის პროტობერძნული, რასაც ხვია, პროტო ნიშნავს რომ საფუძველი რაც არის, ხო? პროტობერძნული კულტურისგან შეიქმნა ევროპული ცივილიზაცია. იმის ნაწილი ვართ, კაცო. ენათესავებოდნენ ერთმანეთი მინოს მეფე, მინოს კრეტის მეფე და ისა რა ქვია, ჩვენი აიეტი, ხო? მთელი ჩვენი ცივილიზაცია, მთელი ჩვენი ევროპული ცივილიზაციის საფუძველი ვართ, ჩვენ დანამატი კი არა ვართ. ჩვენ რაღაცა მიყრუებული პროვინცია კი არა ვართ, საფუძველი ვართ ჩვენ ამის. მთელი ესა აღორძინების ეპოქის ხელოვნება რო აიღოთ ორი თემატიკა, ან ბიბლიური თემატიკა, ან ბერძნულ-რომაული მითოსია. ბერძნულ-რომაული მითოსის ერთი მესამედი ქართული თემატიკა. პრომეთეოსი, არგონავტები, მედია ხო მათ შორის, აიეტის და მინოსის მოყრობა. საფუძველი ვართ ჩვენ, საფუძველი უძველესი პლასტი ვართ. ამიტომ ესეც უნდა ვიცოდეთ, ჩვენ ერთ-ერთი ბიზნეს თავარი მოკავშირე ორი რამეა ამ ქვეყანაში. სიღატაკე და უმეცრება. სიღატაკეზე გათვლილი, თო ხატაკი ადამიანი უკვე ვეღარ აზროვნებს, ის ინსტინქტებზე გადადის და ლუკმაპური სადიშოოს იმაზე და ისა გაუნათლებლობა, უწიგნურობა. ახლა ამას რო კაცი დაიჯერებს, რომ ვიღაცა თქვა deep state-ს, ჯერ ვინ ჯგუფში შედის თუ რა ჯგუფში, ამაში ვერ გაერკვნენ ქოცები. ადამიანია ეს, ადამიანთა კრებული როგორც მინისტრს რო ეგონა, რა გვარი იყო ეს ტალიბანი რო კაცი ეგონა, ხო? ხო გახსოვს. მე მგონი რაღაც ხელოვნური ინტელექტი გონია, შედარებით აი ქოც ამორჩევს განსაკუთრებით უწიგნურ ნაწილს კაცი გონია და ნაწილს ქალი გონია ეს deep state-ი რა. და თურმე სადღაც 1000 კაცი აპირებს 8 მილიარდი კაცის ამოწყვეტას და ბიზნესამ გამოიცნო ეს. მეტმა ვერავინ. რა დღეში ხართ ხალხო? რას კითხულობთ, რას გელაპარაკებიან, რას გიხსნიან, გაგასულელად ამ ბიზნესა. ი დათათაშხეს რო უყურებთ, თქვენი თავ ქოცებს დათათაშხეს მხარეზე ხო არ გონიათ თქვენი თავ. შემთხვევით სპირიდონა სულანჯიები და პილატე სვანიძეებად ხო არ ჩამოყალიბდით. მაგას უნდაო ჩვენო გაგვაუბედუროსო. deep state-ს უნდა გაგაუბედუროთ, კაცები გაგათხოვოთ, ქორწილში ნეტა თამადები ვინ იქნებიან. როგორ ბიზნა არ მოვა ალბათ. რა დღეში ხართ ხალხო? იცვლება სამყარო, გამოიცვალა სამყარო, ხო? აწივ ეს სამშვიდობო მოლაპარაკებები რო წავა, მე ომით ვიღას შეაშინებთ. მთელ დასავლეთს უნდა მშვიდობა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა მშვიდობა, უკრაინას უნდა მშვიდობა და ვიღას დააბრალებთ, რომ ომი დაიწყება. რას აპირებთ? თქვენი იდეოლოგია ჩამოგახმათ და ჩამოიღვენთა უკვე. რა დღები ბიზნესს ადამიანებად არ აქვთ, გამარჯვებას არ გეუბნებათ. აუნ სენ რიუ იყო ასეთი იაპონური ტოტალიტარული სექტა რა, რომელმაც ისა პირდაპირ გაგევით ტოკიოს მეტროში მოწამლა ხალხი. იგივეა. ასე წამლავენ ხალხს. ვიც ექვემდებარება. და გაგიჟებულები არიან, ქვეყანას მართავენ. ესენ ჭორვილად გადააკეთა ქვეყანა. ყველა თავისუფლში ხო ასე არ, ყველა ხმადაბლა ლაპარაკობს, ყველა იმალება. ქართული წესებია მოშლილი იმაში. მასპინძელი რო დაიძახო, კაცი არ გაგიღებს კარს იქ. იმალებიან. განსაკუთრებით ცუდად რეაგირებს ბიზნესა, როცა ვიღაცა იცინი. სუგონია რომ მას დაცინი. კომპლექსი, ბოგანო, ბოსელი. არ შველის არაფერი. პროვინციალიზმი გეოგრაფიას არ ნიშნავს. პროვინციალი შეიძლება პარიზში დაიბადოს, თბილისში დაიბადოს, ვაშინგტონში დაიბადოს. ან არ დაიბადოს, ვაჟა-ფშაველა დაიბადა ჩარგალში, მაგრამ იყო რამხელა კაცი. გლობალური აზროვნების კაცი იყო, ხო? რას წერდა, როგორ აზროვნებდა. ჩვენი ისტორია, ჩვენ დიდი მოღვაწეები, დიდი
სახელმწიფო მოღვაწეები, მოაზროვნეები თბილისში 1-2 კაცია დაბადებული. დანარჩენ ეს რეგიონებისგან შემდგარი ქვეყანაა, ძლიერი ქვეყანაა, ხო, მაგრამ ესენი გაგანია პროვინციალები. ბოსლის მკვიდრები. რადგან დრო გვეწურება, მინდა მოვასწროთ და ტელემაყურებელს შევატყობინოთ სიახლის შესახებაც. ალბათ ერთ-ერთი მე ვიტყოდი, თავარი მიზეზიც განათლებაში არსებული დეფიციტი გაუნათლებლობაშია. ჩვენ სურვილს წარმოადგენს მათ შორის ასეთი იყო ტელემაყურებლის და ჩვენი მკითხველის და მსმენელის შეკვეთაც დაკვეთაც, ასე ვთქვათ, ამან დააჩქარა ეს პროცესი, რომ დაგვეწყო ციკლი მოგზაურობა ისტორიაში, ასე ერქმევა კიდეც სპეციალურ ციკლს, რომელიც დროების YouTube გვერდზე დაიდება, შემდგომში ალბათ ტელევიზიითაც ვაჩვენებთ და რომლის მიზანსაც წარმოადგენს მსჯელობა ფაქტებით, არა მარტო ქრონოლოგიურად კონტექსტში იმაზე, რამაც შექმნა კაცობრიობა, რამაც მოიყვანა დღემდე და რა მითამაშა მთავარი როლი. მინდა რომ თავად აუხსნა ტელემაყურებელს და YouTube კონტენტის მაყურებელს დროების გვერდზე, რაზე იქნება ეს ციკლი. ძვირფასო მეგობრებო, მე მინდა პირველ რიგში გიორგი თარგამაძეს მადლობა გადაუხადო. ჩვენ მქონდა ამ თემაზე საუბარი, რომ იქნებ დავიწყოთ რაღაცა საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ადამიანებს მოუყვება იმას, რაც აუცილებელია ჩვენი გონების განვითარებისთვის, გავარჯიშებისთვის, ხო? ჩვენ ვიწყებთ მე და გიორგი თარგამაძე ვიწყებთ სერიალს მოგზაურობა წარსულში. აქ არ იქნება საქართველოს ისტორიაზე ჯერჯერობით ლაპარაკი, აქ იქნება მსოფლიოს ისტორიაზე. გადამწყვეტი მოვლენები, თქვათ მაგალითად იქნება ცალკე სერიალი კონფლიქტები, დღევანდელი კონფლიქტები, საიდან მოდის, როგორ მოდის, ხო? იქნება ევროპის საფუძვლები, აი როგორ შეიქმნა ევროპა, თქვათ, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი, იქნება ისტორიის სოლისტები ცალკე გადაცემა, რომლებმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს მსოფლიოს ისტორიაზე. იქნება ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული ქალი მმართველები, ამაზედაც ვაპირებთ გაკეთებას გადაცემის ცალკე ციკლის. ვაპირებთ საიდუმლო ორგანიზაციებს, აი სულ არ მასონებზე და იმაზე და ღამე გამოსვლის ეშინიათ და რა ვიცი, მაჯლაჯუნებს რო ელოდებიან. აი საიდუმლო ორგანიზაციები, თქვათ, მასონები, როგორი ვინ იყვნენ, ტამპლიერები, თქვათ, ასასინების ორდენი, იეზუიტების ორდენი, ბევრ რამეზე ვაპირებთ საუბარს. იქნება საკმაოდ საინტერესო. შევეცდები, რომ გავაცნოთ, მე და გიორგი შევეცდებით, რომ გავაცნოთ ჩვენს საზოგადოებას აი მსოფლიოს ისტორია რა, როგორ შეიქმნა, საითკენ მიდიოდა, როგორ საფუძველი ეყრებოდა ნიშნულოვანი მოვლენები, რაც მოხდა მსოფლიოს ისტორიაში. საკმაოდ მოცულობითი პროექტი უნდა გამოგვივიდეს წესით. პირველი უკვე ჩავწერეთ ჩვენ პირველი კონფლიქტების ისტორია, ყველაზე ძველი ეს არის არაბებისა და ებრაელების კონფლიქტზე. ალბათ უახლოეს დღეებში ამის თავაზე ახლა კიდევ ინფორმაციას საშუალებით მოხდება ამისი და დავიწყოთ და მოისმინეთ ხალხო, ეს იქნება თხრობითი თარიღებით და ციფრებით არ გადაგღლით, მაგრამ მოგიყვებით როგორ ვითარდება კაცობრიობა და როგორ ვითარდებოდა კაცობრიობა. და პირველი ასეთი გადაცემა ჩვენ უკვე ჩავწერეთ, ორ ნაწილად გაიყოფა ის და როგორც უკვე კუბაზმა გითხრათ, ეხება პალესტინის, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს. ბიბლიური ფესვებიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე უაღრესად საინტერესოა, იმიტომ რომ ის აქტუალობას სამწუხაროდ ამ შემთხვევაში საბედნიეროდ არასოდეს კარგავს. მისი პირველი ნაწილი უკვე სამშაბათს 21 საათზე განთავსდება დროების YouTube გვერდზე და ყოველ სამშაბათს ჩვენ ამ ციკლის ახალ სერიას დავამატებთ ხოლმე. ჩემი როლი აქ ძალიან ისე ვთქვათ მინიმალისტურია, იმ ხრივ კუბას მივცეს შესაძლებლობა. ლოჯისტიკა იგებს ყველაფერს. ილაპარაკოს. გუბას მადლობა მინდა უთხრა განსაკუთრებული ამისთვის. ამას შეიძლება უყუროს მოზარდით დაწყებული ასაკოვანმა ადამიანმა. პირადად ჩემთვისაც ძალიან ბევრი აღმოჩენა, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი არის თან სრულიად განსხვავებულ კონტექსტში მოყვანილი. ეს არ არის უბრალოდ საუბარი ისტორიაზე. ყველას გირჩევთ, რომ გახდეთ აქტიური მაყურებლები და გამომწერები. აქვე მინდა გთხოვთ, რომ იმისთვის რომ ეს გაგიადულდეთ, დროების YouTube არხი გამოიწერეთ. ეს გამოჩნდება კიდეც ეკრანზე, სამ ჩვენ ვისაუბრებთ და გადაცემის ბოლოსაც. კუბას დამშვიდობები და ამ კონკრეტული გადაცემის ეგრეთ წოდებულ თიზერს გაჩვენებთ კიდეც მანამ სანამ შემდეგ სიუჟეტ შემოგთავაზებთ.
ვიწყებთ ისტორიაზე გადაცემების ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც გაუძღვება ისტორიკოსი გუბა სანიკიძე. დავიწყოთ. ჩვენ ძალიან ბევრ რამეს მითოლოგიურს ვიტყვით, ძალიან ბევრს ისტორიულ მოვლენას, რომელიც დაუდასტურებელს, მაგრამ ბევრსაც ვიტყვით, რომელიც დადასტურებელს. დღევანდელი ჩვენი საუბარი მიეძღვნება ებრაული ერისა და არაბების კონფლიქტის ფესვებს დასაწყისიდან დღემდე. აბრაამი ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ არის პირველი დისიდენტი სამყაროს ისტორიაში. ყველაზე ძველ სახელს ებრაელებს ეძახით ურიას. აი ეს კონფლიქტი აქედან იწყება. ისმაილი და ისააკი. დღესაც გრძელდება გიორგიეს და ჩვენ შეგვიძლია დაუშვათ, რომ პალესტინელი არაბები ვახსენოთ, მაგრამ პალესტინელები არაბები არ არიან. სხვათაშორის ტროას ომი ითვლება, რომ ერთ-ერთი ეპიზოდია სხვის ხალხების გადმოსახვას. და უპირისპირდებიან ებრაელებს. დაუნდობელი ომები იწყება ებრაელების 12 ომსა და ფილისტიმელებს შორის და ეს დავითის ეპოპეა და გოლიათი და ამბები. სოლომონის ტაძრის დაქცევა ბაბილონელებს არ აპატიეს ებრაელებმა და გაუღეს სპარსელებს კარ. ბაბილონი აიღო და დაანგრია ამპერიამ აქემენიდების სპარსელები. ისმის კითხვა ეკითხებიან ებრაელებს, ვინ ხართ თქვენ? დავით ბენ-გურიონმა გამოაცხადა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და როგორც კი გამოაცხადა, რამოდენიმე საათში დაესხა არაბული ქვეყნების კოალიცია ისრაელის თავს. აბსოლუტურად მოულოდნელი დახმარების აიღა იოსებ სტალინი. სუეცის კრიზისი ითვლება ბრიტანეთის და საფრანგეთის კოლონიალური იმპერიების დასასრულად. ეს არის შეურიგებელი ორი ძალა და მოდის ოჯახი ისმაილის და ისააკის. შეიძლება ძმები შერიგდნენ, მაგრამ არ ვიცი მომავალში რა.